გამარჯობათ მეგობრებო. TV+ აგრძელებს თავის გადაცემათა ციკლს წარსული და მომავალი. მე ევგენი ღვინიაშვილი წაუძღვები ამ გადაცემას. როგორც ყოველთვის. დღეს ჩვენ გვაქვს 4 თემა. საქართველოს მომავალი იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით. მეორე თემა შოთა რუსთაველი ფენომენთა ფენომენი. მესამე თემა ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშა და საერთო დროშა რას წარმოადგენს, რა არის დროშა. ამ თემაზე გვექნება განმარტებები თვითონ სიტყვა, ტერმინი დროშა და როგორ იბადება და რატომ იბადება დროშა საერთოდ მისი ფუნქცია. ადამიანებმა არ იციან ფუნქცია. რომ იცოდნენ, ხო, შემდეგ ვისაუბრებთ. როცა ამ თემასთან მივალთ. ხო. ხო. და მეოთხე თემა გახლავთ ჩვენი ორგანიზაციით დაჯილდოებული ხალხი, როგორ დავაჯილდოვეთ, რატო დავაჯილდოვეთ, მშვიდობის მედროშის დიპლომებით, რა განაპირობა, აი დაუშვათ დონალდ ტრამპი რომ დავაჯილდოვეთ მშვიდობის მედროშის დიპლომით. ასეთი პიროვნების დაჯილდოვება ჩვენ რამდენად გვაქვს ამისი უფლებამოსილება, რამდენად იმსახურებს ის ადამიანი, როგორც ინდივიდი, როგორც პერსონა, როგორც პრეზიდენტი, როგორც ადამიანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრი. ხომ მივხვდით არა, ეს ძალიან რთული თემაა, რომ ასეთ პიროვნებას როგორი მომენტია, იცით, საერთოდ დაჯილდოვება შეიძლება ვიღაცას ხომ არ სიამოვნებს, რომ ასეთი პიროვნება დაჯილდოვდეს. საერთოდ ნათქვამია, მე უკვე პირდაპირ თემის ახსნაზე გადავედი. საერთოდ ნათქვამია, რომ დიდ კაცსაო, მითუმ მეფეს დაუშვათ. პატარა შეცდომები არ გააჩნიაო. ყოველი აი წვრილმანი შეცდომაც კი. წვრილმანი შეცდომაც კი. დიდი შეცდომა. შეიძლება თვითონ ვერ გრძნობდეს, არ უნდა უშვებდეს იმ წვრილმან შეცდომას, ვინაიდან ყოველი შეცდომა დიდი შეცდომა არის. წვრილმანი შეცდომა დიდ კაცს და მეფეს თუ ცენტრში, აი ცენტრალურ ფიგურას, რომელსაც შესქერის მთელი სამყარო, იმას არ აქვს უფლება, აი ხედავთ რას ვამბობ. არ აქვს მას უფლება იყოს არაბრძენი. აი ხედავთ? მე უკვე პირდაპირ თემის ახსნაზე გადავედი. მეოთხედან დავიწყე, უკუსულას ვაკეთებ. კარგით, უკუსულა გავაკეთოთ და მე მესამეზე გადავალ, მე მეორეზე და მე პირველზე. შემოვაბრუნოთ. ბიბლია მაინც გვეუბნება, ვინც პირველია, ბოლო იქნებაო და ვინც ბოლოა პირველიო და მოდით ახლა პირიქით და ასე შემდეგ. ახლა რატომ დავაჯილდოვეთ ეს პიროვნება, დონალდ ტრამპი? ჯერ კიდევ ექს-პრეზიდენტი გახლდათ, როდესაც დავაჯილდოვეთ თბილისის და იმისი ვაშინგტონის 50 ქალაქი ხომ არის მთელ დედამიწაზე აღიარებით, მშვიდობის დესპანის აღიარებით. თბილისი, ვაშინგტონი და აი 35 წელი რო შესრულდა 22 წელში, ესე იგი
2022 წელს, როდესაც შესრულდა 15 სექტემბერს ხავიერ პერეს დე კუელიერმა დიპლომებზე ხელმოწერები შეასრულა და ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ჟენევა, რომი, ტოკიო, პეკინი, თბილისი, რა თქმა უნდა, ამ სიაში განათავსეს, იმიტომ რომ დიდი როლი შეასრულა თბილისმაც აი ფერხულში სამშვიდობო საქმიანობაში. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც პატიაშვილი ესე იგი ირაკლი ანდრიაძე იყო მაგ დროს ქალაქ საბჭოს თავმჯდომარე და აი ასე დიდებული ის შეხმიანება მოეწყო საქართველოსთან და თბილისი ასევე მოსკოვიც აღიარებულია, ასევე ვარშავა, კიევი, მშვიდობის დესპანია, ვოლგოგრადი, იგივე სტალინგრადი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი 50 ქალაქია და წარმოიდგინეთ, იერუსალიმი არ არის, ის არ არის, ლონდონი, პარიზი არ არის აღიარებული მშვიდობის დესპანად. ესე იგი იქ იმათმა მერიამ და მთავრობამ იმ წელს, წინა წელს, ესე იგი 87 წელს ხელი მოეწერა ამ დიპლომებს. 1987 წელს მოეწერა ხელი და დაურიგდა ყველა ქალაქებს 24 ოქტომბერს. ეს გაეროს დაარსების თარიღი არის 24 ოქტომბერი და ყველა ქალაქებს ამ 50 ქალაქს გადაეცა მშვიდობის დესპანის დიპლომები ასე და ირაკლი ანდრიაძე მიიღო. აი ის ბეჭედი გაერომ რო გაცა იმ დროს, ის ბეჭედი ირაკლი ანდრიაძემ მე გადმომცა, რომ შენ გაუფრთხილები ამ ბეჭედსაო და ყურადღებით მოექცევიო საერთოდ და დღესაც ჩემ ხელში არის იმ გაეროს ბეჭედი. და შემდგომში კიდე გაეროს დროშა გადმომცა კარინა იმონენი იყო ასეთი გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და როდესაც ღონისძიებებს ვატარებთ ხოლმე, აი დაუშვათ თბილისში ჩატარდა ყოველთა ქართველთა კონგრესის სოფლიო ქართველთა კონგრესი ჩატარდა. იმან რეზო ჩხეიძემ ითავა ეს ამ ღონისძიების აღნიშვნა და თბილისში ჩატარდა ასეთი ღონისძიება ისა აღლომი ძველი მერიიდან ფილარმონიამდე აღლომი ჩატარდა და ასე მშვიდობის დროშებით გავლა შეძდგა. ხომ ის ვიდეო ჩანაწერები ეხლა რა გვაქვს, მაგრამ შემდგომში შემოგთავაზებთ. მოვიკულებთ ამ იმას მასალებს და ხო და აი რატომ დავაჯილდოვეთ დონალდ ტრამპი? მან სასწაული მოახდინა. რა სასწაულზე? ხილული სასწაული, რომ 45 წლის შემდეგ ომი რო დამთავრდა, მეორე მსოფლიო ომი. ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის არავითარი აი რაიმე სფეროების, აი კულტურის სფერო იქნება თუ სპორტის სფერო თუ სხვა სამედიცინო სფეროები, რაღაც აი ურთიერთობა ერთმანეთში სამხრეთ კორეელი თუ ჩრდილოეთ კორეაში ან ჩრდილოეთ კორეელი სამხრეთ კორეაში არ დაფიქსირებულა, არ ყოფილა რა. იმხელა სიძულვილი იყო მათ შორის და დღესაც გრძელდება, იმიტომ რომ დონალდ ტრამპმა შეძლო აი ისე მოეწყო და ისეთი მოლაპარაკება შემდგარიყო ამ ორ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის, რომ ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენები სამხრეთ კორეაში ოლიმპიადაზე მონაწილეობდნენ. აი
რამხელოს ხილული სასწაული ხომ არის ეს არა და სიკეთე დათესა კაცმა ღმერთმა გაუმარჯოს მაგაზე კარგი რა არის ვინც სიკეთეს თესავს თვალები ხო გაგვაჩენია ხომ უნდა დავაჯილდოთ კარგის მთესველს მოფერება უნდა ქება უნდა აბა როგორ გინდა კაც კარგი აკეთე ღმერთიც დაგლოცავს და ჩვენც დავლოცოთ ერთმანეთი კაცო და შევაფასოთ კარგის საქმე მან შენ მან წარმოგაჩინოს ხო რა ვიცი კიდე გავაგრძელო და ასე შემდეგ ახლა ის ჩინეთის პრეზიდენტსაც გაუგზავნეთ ჩინეთის საელჩოში იცით რა ამბავი იყო ეს დიპლომი რომ მივიტანე აი ხელიდან ხელში გადადიოდა კოცნიდნენ ამ დიპლომს რომ ჩვენი პრეზიდენტი დაჯილდოვდაო მშვიდობის მედროშის დიპლომით როგორია ეს ვიღაცას გონია აი ესე რა როგორც უნდა და არ არის ეგრე სიკეთის მკეთებელი უნდა შეფასდეს და რატო დავაჯილდოვეთ რა ვინ არის ის პრეზიდენტი ჯერ კიდე მესამე ჯერზე არჩევნების პერიოდი ჰქონდა ჯერ არ იყო მესამედ კიდე არჩეული სი ძინპინი და ესე იგი პელოსი რომ ჩავიდა იმაში ტაივანში და იქ რომ აფრთხილებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ არ გაბედოთ და ასეთი პიროვნება ძალიან მაღალი რანგის პიროვნება არ უნდა ჩავიდეს ტაივანშიო ჩამოვაგდებთო თვითმფრინავსაო და როდესაც მაინც გაუშვეს არა ამას მე თითქმის მეოთხე თუ მეხუთე ვიმეორებ და რატომღაც ჩვენი მთავრობა ოპოზიცია მშვიდობის მედროშისკენ არ იყურებიან ვაი მაგათ პატრონს მართლა ვაი მაგათ პატრონს დღე მშვიდობა თუ არ უნდათ მშვიდობის მედროშე თუ არ უნდათ ვინ არიან რას მიკეთებენ მინგრევენ ქვეყანას მაპატიეთ ასეთი გამოსვლისათვის ანგრევენ ქვეყანას ამ კაცმა კიდე აი მიუშვა და დაჯდა ეს პელოსი და ისე უკანაფრინდა და წავიდა ამერიკაში პროვოკაციაზე არ წამოეგო და ასეთი ადამიანი რომელიც მესამე მსოფლიო ომისკენ აი ხელშეწყობას არ აკეთებს და რომ ეგრევე მეორე მესამე მსოფლიო ომი ატყდებოდა რომ ჩამოეგდოთ ის თვითმფრინავი ეს იყო პროვოკაცია და ღმერთმა გაუმარჯოს და უმრავლოს ყველა ქვეყანას ასეთი პრეზიდენტი ხო კომუნისტურია აი რა ჭკვიანად მოიქცა და ჩვენ კიდე კომუნისტური ან სოციალისტური რაღაცას რო გაიგებენ კრაზანები ესევიან ეგრევე რა არის ვერ გავიგე კაცო ადამიანია სიკეთეს აკეთებს სიკეთის მკეთებელია საქმე მან შენ მან წარმოგაჩინოს შენ თვითონ რას მიკეთებ მე მთავრობასთან მაქვს საქმე რას მიკეთებ ევროკავშირის დროშა საქართველოს დროშა საერთო დროშა რა არის წარმოდგენა არ აქვს ხალხს აბსოლუტური გაუგებრობა აბსოლუტური აი როგორ გასვლა რა სამყაროდან რა არის დროშა წარმოდგენა არ აქვს სხვათა შორის ეს სიტყვა დროშა ორ ენაზე არის დროშა სომხებიც დროშა კს ამატებენ და იქ რომ აკადემიაში განხილვა ქონდა ნუ იყო რაღაც საკითხი და დაისვა კითხვა რომ ეს სიტყვა არის სომხური სიტყვა და როდესაც მე აკადემიის პრეზიდენტს მიმართე იქ ვიყავი სომხეთში ერევანში და მიმართე რომ აბა განმიმარტეთ მეთქი სიტყვა დროშა აი უკვე სხვა თემაზე სხვა მხარეს გადავედი მაგრამ უცბად გეტყვით დროშა და
აბა ვიღაცას იქ მაშინ მობილურები არ იყო არაფერი და არც და ისინი იყო რა ქვია აპარატები ყურმილით და იქ დიქტაფონზე დააწვა და თან მესმის რამე და ვიღაცა ალბათ სპეციალისტ სიმბოლის დაურეკა აკადემიკოს რომ განემარტა დროშა რა არის და ვერაფერი ვერ უთხრა იმან დროშაკ და ვერ განმარტა და გაბრაზებულმა გათიშა და დროშაკ ეტა დროშაკ ასე მითხრა ამ პრეზიდენტმა და მე რა უთხარი იცით აი ქართულად იშიფრება მეთქი ეს სიტყვა დრო ეტა ვრემია დრო არის და შესატყვისი ალამი შესაფერი სიალამი შემოსული სალამი ნებისმიერი შსთან დაკავშირებით დროშა ყველა დროს მოაქვს თავისი დროშები ხო იყო კომუნისტური დროება რა კომუნისტური დროშა იყო ზვიადი მოვიდა შინდისფერი დროშა იყო მოვიდა მიხეილ სააკაშვილი აგერ ხუთჯვრიანი დიდებული დროშა გვაქვს თამარ მეფის პერიოდის დროშა გვაქვს ღმერთმა და ყველა დროს მოაქვს თავისი დროშები აი ევროკავშირის დროშას რო უყურებ ვერ გებულობ ვისი დროშა მარტო ვარსკვლავებია ლურჯ ფონზე ევროპა არ არის ზედა ვერ გაიგებ საერთოდ ვისი დროშა ვარსკვლავები კი არის კი ბატონო ვარსკვლავები ეს მიღებული ფორმა ეს არის სიცოცხლე ადამიანის სიმბოლოა ვარსკვლავი ბატონო 4 ფეხები ხელები და ეს მთლიანობა 5 ასე გამოსახავდნენ ჯერ კიდე ქვის ხანიდან 5 ის იყო ასეთი ფორმა და მორჩა ვარსკვლავია ეს არის სიცოცხლე დედამიწაზე ვარსკვლავის დაბადება ამიტომ ვიტყვით ხოლმე რომ ბავშვი რო დაიბადება ვარსკვლავი დაიბადაო ხო და რაც შეეხება მშვიდობის დროშას აი ეხლა სწორედ მშვიდობის დროშა და მედროშეს გადაცემა რომ აბა მედროშე თუ არ აყავს დროშას ეს ჩვეულებრივი ელემენტარული ლოგიკიდან აცდენა მედროშე დროშით არა ასე არის ხო დროის შესატყვისი ალამი და ასე აუხსენი მე იქ ერევანში რომ ეს სიტყვა არის აბსოლუტურად ქართულ ფუძეზე აღმოცენებული და გაჩვენდნენ მაგრამ კრა იყო ამას შემდგომში ვიტყვი ეხლა არ ვიტყვი კ-სთან დაკავშირებით დროშა კ იმათ ენაზე არის ხო ალბათ ჩვენი ის და საერთოდ თუ ეროვნული სიტყვა არ აქვს დროშას აი რუსულად флаг არა ესაც იშიფრება формирование людей олицетворяющее гражданство და ასე მე ამ საქმეების სპეციალისტი ვარ და ზუსტად შიფრავ ხოლმე ამ სიტყვებს და სიმია აი სიმბოლო აქედან მოდის სიტყვა სიმბოლიკა სიმია ეს უკვე ბერძნული სიტყვა და ეხლა მე რო დავდგე და ენებიდან ეს შორს წაგვიყვანს ეხლა უყურეთ ევროკავშირის დროშა პაվել ჰერჩინსკის რამდენჯერმე მივმართეთ რომ გამოსულიყო და აეხსნა რომ პარტიული ნიშნით რომ გამოდიან პარტიები არჩევნებზე იქ არ შეიძლება საქართველოს დროშის გარდა სხვა დროშის გამოყენება გამიგეთ სწორად არ შეიძლება იმიტომ რომ ის ქვეყანა თუ ის სივრცე რა მონაწილეობს არჩევნებში და ის ხალხი მაცხოვრებლები რა ღებულობენ მონაწილეობას არ შეიძლება
ლოგოში გამოყენება საერთო დროშების საქართველოს დროშა კი ბატონო ეს თითქმის კი არა სავალდებულოც არის მაგრამ სხვა ქვეყნის დროშა არ შეიძლება ხო და უყურეთ ოცნებამაც და ნაცებმაც ერთნაირი ლოგოები გამოიყენეს საქართველოს დროშა და ევროკავშირის დროშა საქართველოს დროშა და ევროკავშირის ეს რა არის მარაზმია და პაվել ჰერჩისკის მიმართ რომ ეს უკვე დიდი დანაშაული არასწორი ესე იგი აცდენარი აზროვნების და გამოდით მეთქი და ახსენით რომ არა კონსტიტუცია ხო გაგაჩნიათ მეთქი რომელი კონსტიტუციითაც დაცულია ეს ფორმატი დროშის და თავისებური დაცვის მექანიზმი კონსტიტუციური ფორმაცია ხო გააჩნია რა ახსენით მეთქი არ გამოვიდა ხმა არ მოიღო იმიტომ რომ ორ მთავარ პარტიებს რომლებიც არჩევნებში ღებულობენ მონაწილეობას დარღვევა აქვს და უნდა გაუქმდეს მეთქი არჩევნები აი ხედავთ თავში რო გაუქმებულიყო არჩევნები აი მაშინ პირველად რო გამოუცხადეთ რომ 1-2 კვირით ადრე გამოვედით და ვთქვით რომ გადასცენ ჰერჩინსკის და გამოვიდეს და ისაუბროს მეთქი ამ დროშებთან დაკავშირებით და გადაიდოს არჩევნები სხვა პერიოდისათვის და აი ხედავთ რა ამბავია იმიტომ რომ სათავეში წყარო რო გამოედინება თუ მღვრია მთელი ცხოვრება მღვრიეთ მიდის აგერ ქუჩები ამღვრეულია ჩემო კარგებო ვერ დაალაგებ სათავეშივე უნდა გამოსწორება თუ სათავეში არ გამოსწორდა რანაირი ფილტრებიც არ უნდა დააყენოთ პოლიციელების სახით არაფერი არ გამოვა სათავეშივე უნდა რომ უნდა გაუქმებულიყო მაშინვე გადაიდებოდა დაუშვათ მარტისთვის დაუშვათ ხომ ნორმალური არის მარტის თვეში რომ ჩატარებულიყო და უყურეთ ამერიკის არჩევნები გაივლიდა ერთი საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებიც გაივლიდა და ასე შემდეგ რა ყველაფერი დალაგდებოდა თავთავის ადგილას უგუნურების ხელში არ უნდა იყოს სახელმწიფო არ აქვს ხელმძღვანელს პირველი პირია მეორე პირია მესამე პირია მეოთხე თუ ქალაქის მერია არ აქვს უფლება იყოს არა ბრძენი არ აქვს არ შეიძლება თუ თვითონ სიბრძნე არ გააჩნია ვინმე ბრძენი კაცი უნდა დაიყენოს გვერდზე კაცო არ შეიძლება ესე აი ეგრე რა როგორც გინდა და ტაშფანდურის თამაშით ქვეყნის მართვა არ შეიძლება ეგრეა მე ხო ახსენი აი ერთ-ერთ გადაცემაში რომ ორად არის გაყოფილი ადამიანების ჯგუფად ესე იგი ერთნი ჭკვიანები მეორენი არაჭკვიანები და ჭკვიანებში შედიან თაღლითებიც და როცა თაღლითები მოდიან ხელმძღვანელობაში არაჭკვიანების სიაში გადაყავთ ბრძენი რატო გადაყავთ ბრძენი ხალხი არაჭკვიანების სიაში აი ეს უკვე უღმერთობა და საქართველოს დროშით რომ იქ შევიდნენ უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე მე პირადად აი თავის დახრით მადლობას მოვახსენებ რუსეთის მთავრობას და რატო იცით რომ რეაგირება არ მოახდინეს საქართველოზე საქართველოს დროშით რომ შევიდნენ კურსკის იმ არეალში რო გადალახეს საზღვარი მაგათ აი ამ აქტის შემდეგ შეეძლოთ პირდაპირ რამოდენიმე ბომბი გამოექანებინათ
თბილისზე თუნდაც. იცით თქვენა? ეგრე არა, დროშების აქეთ-იქით უპრაგონოთ ფრიალი. რატო ევროკავშირის დროშით არ შევიდნენ? ევროკავშირი ხო პირდაპირ მნიშვნელობით უკრაინას აი როგორ გითხრა, იარაღს აწვდის, თანხებს აწვდის, ერთი ამბავია, ამერიკის დროშით შესულიყვნენ. რატო არ შევიდნენ? აი ისმის კითხვა. რატო არ შევიდნენ? ეგრე არ არის, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა. გაიგეთ. და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ აი ესე დაჩაგრონ და ესე გაანადგურონ. ხო, შოთა რუსთაველი ფენომენთა ფენომენი. აი წარმოიდგინეთ თქვენ შოთა რუსთაველში რო იწყება ვეფხისტყაოსანი, ესე ამბავი ქართული სპარსულად ნათარგმანებიო. ხედავთ? სპარსულად ნათარგმანებიო. ესე იგი, ენების რა ლამაზი ცოდნა იყო იმ დროს. აი, ფენომენთა ფენომენი. შოთა რუსთაველი. რა დონია? აი, ამას ხო უნდა წარმოიდგინოთ თქვენ, რომ ესე იგი, ასირიული ენა, ქართული ენა, დამწერლობა. ნათარგმანები, ესე იგი, დამწერლობის რა დონეზე ცოდნაა საჭირო, ხო? ხომ ასეა? და სპარსულად, აი უკვე სამი დამწერლობა, ღვთიური დამწერლობა. ხედავთ? ასირიული, სპარსული, ქართული ღვთიური დამწერლობების ფუძე. რამხელა სიყვარული, რამხელა სილამაზე და რამხელა ფენომენის ჩვენი მედროშე ფენომენთან გვაქვს საქმე. შოთა რუსთაველი და 860 წლის იუბილეის აღნიშვნისკენ არც ერთი არ იყურება, არც პოზიცია, არც ოპოზიცია. რა ხდება ხალხო? ვინახართ? რატო არ გიყვართ საქართველო? რატო არ გიყვართ შოთა რუსთაველი? სამარცხვინოა, აი რაზე ვილაპარაკო არ ვიცი რა, როდემდე ვილაპარაკო ესე არ ვიცი. საქართველოს მომავალი იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველების მიხედვით. რა დიდებულია, როდესაც დაკარგული ნივთები სადღაცას გადახვეწილი ნივთები თუნდაც წიგნი, ტომი. ტომზე ქონდა წინა გადაცემებში ქართული დამწერლობით, რომ აგერ იოანე ზოსიმემ რო ორ ენაზე მოგვიმზადა წინასწარმეტყველება და დღეს საქართველოს დაუბრუნდა ეს წიგნი, ეს წმინდათა წმინდა წიგნი, ორენოვანი, ქართული დამწერლობითა და ასირიული დამწერლობით. ეხლა რა ვთქვა, ეხლა შეიძლება ვინმეს გაეცინოს, რომ ამ წიგნს თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი კითხულობს და ჯერ კიდევ ვერ წაიკითხა, ასირიულ დამწერლობას რო ვერ გაუგებს, მაგაში ეჭვია რომ ეპარება, მაგრამ რა თქმა უნდა ვხუმრობ. ხო და აი ის წინასწარმეტყველება იქ რაც წერია, სასურველია რომ მოგვაწოდონ სპეციალისტებმა და გვითხრან რამე დამალული ხომ არ არის იმ დროიდან მოყოლებული ქართველობა, საქართველო, რა
მასშტაბებს მიმოიხილავდა ან რა სიყვარულით იყო თუნდაც ასირიულ სამეფოსთან თუ სპარსულ სამეფოსთან მაგაში ეჭვიარ მეპარება რომ იოანე ზოსემის სპარსულიც ეწოდინებოდა და შეიძლება ებრაული დამწერლობით და ასე შემდეგ ამას მე ვერ განვიხილავ უпростоრად მაგრამ ის დიდი სიყვარული რო ჩაიდებოდა ამ წიგნში ამაში ეჭვიარ მეპარება ვინაიდან იოანე ზოსიმე რას ამბობს რომ წუხარე არს დედისა ტკივილი რომელიც ხედვიდა შვილსა თვისასა გამოკიდებულსა ჯვარსა ზედა ესე იგი რომ ქრისტე რო გააკრეს ჯვარზე აი რა დონის მწუხარებას განიცდის თვითონაც რომ დედის მწუხარება მარიამის მწუხარება გათავისებული აქვს აი გულში ჩაკრული და მისი თვალებიდან ხედავს ქრისტეს წამებას ჯვარზე და აი როგორი აი სიყვარულით და როგორი აი სითბოთი აი ესე დაკანკალებით ეფერება ამ თემატიკას და ამ წიგნში მე ახლა რა ვთქვა ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ სპეციალისტებმა ხო უნდა მოგვაწოდონ მაგრამ არიან სპეციალისტები შემორჩნენ საერთოდ სპეციალისტები ვინც ყველანი მე მგონი გაიქცნენ და საერთოდ გაიქცნენ ალბათ იმ ქვეყანასაც წავიდნენ დაგტოვეს და ვინმე არის ასეთი სპეციალისტი რომელიც ამ წიგნს სააშკარაოზე იმ სიყვარულით და დიდებით წარმოაჩენს რასაც საქართველოს გაბრწყინება და მფარველობა ჰქვია ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის კალთის გადაფარება ღვთისმშობლის კალთის მფარველობა და მადლი ჰქვია აი როგორც შეგპირდით ბოლოდან წავედი და ის თავში ამოვედი ეხლა კიდევ რა შემოგთავაზოთ მეგობრებო ესე იგი გუშინ 25 დეკემბერს შობის დღე აი ხედავთ ქრისტეს შობის დღე აღნიშნავს კათოლიკური სამყარო ახალი სტილით რომელთაც და საერთოდ ვინც აღნიშნავს იმათაც მიულოცავთ რა თქმა უნდა საქართველოში მცხოვრებს თუ ევროპაში მცხოვრებს თუ ამერიკაში თუ მთელ დედამიწაზე ყველას ულოცავთ ქრისტეს შობის ამ დიდ ღირსეულ დღესასწაულს ახლით და ჩვენ როგორც მართლმადიდებლები აუცილებლად 7 იანვარს შევეხმიანებით ამ დიდებულ ქრისტეს შობის დღესასწაულს ყველას მიულოცავ ვინც კი ამ დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს და ღვთის წყალობა არ მოაკლოთ ყველა იმ ადამიანს ვინც სიკეთით სიყვარულით და დიდებისკენაა მიმართული საქართველოს დიდებისკენ და დავანებოთ ერთმანეთის სიძულის თავი სიკეთისკენ გამოვიხედოთ მეგობრებო ერთმანეთს ნუ ვატყუილებთ რა მოხდება დიდი მადლობა ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრამდე